მეგობრებო, ეხლა დღეს ძალიან საინტერესო რაღაც მომაფიქრდა ასეთი. 10 წლის შემდეგ ჩავიცვი საქორწინო კაბა. ჩემს ქორწილში რომელიც არის კაბა და ხოლმე ხო თმები ესე იყოს, არა უშავს თმები ცოტა მაშინ მოკლე მქონდა აქამდე, ეხლა გამეზარდა და ეხლა რა მინდა გავაკეთო, იცით? მინდა რომ მომცხდებს. აი, ძველი მტვერი ქონდა ზე. ეხლა რა მინდა გავაკეთო. აი, ალერგია. და რა მინდა გავაკეთო, ეხლა მე მინდა ჩემს მეუღლეს დავინახო და თქვენთან ერთად რეაქცია რა იქნება, მაინტერესებს რა. შეიძლება არც არანაირი რეაქცია არ გქონდეს. საქორწინო კაბა ჩამდის, ერთადერთი აი აქ არის რა, შესაკრავი აქ და ჩემს მეუღლეს უნდა უთხრა, შეძლებს თუ არა ამის შეკვრას რა. მაინტერესებს. არ გავშუქებულ ვარ, ისე ვარ. ცოტა მოვიმატე რაღაცა 5 კილო. მაშინ ვიყავი 58 კილო, ეხლა ვარ 62 კილო თუ რაღაც იქნება. 1 კილო. რამხელა კალია დავინახე. ბიჭო, ეს კალიები რო ჩდებიან ჩემს ცხოვრებაში, ხო? მოაქვთ რაღაც სიახლეები და ეხლა კიდე აგერ ზის. აი, იცი როგორ მეშინია კალი ის? ჭკუაზე არ ვარ. ეხლა დავინახე და ეხლა რა გავაკეთე? კალია გავაყვანინო ჩემს მეუღლეს თუ ის ექსპერიმენტი, მისი რეაქცია დავინახოთ ჩვენს. მოდი უკანა გასასვლელიდან დავა, უკანა კაციდან. სიმბოლურია, სიდონებო, ყველაფერი სიმბოლურია. საპატარძლო კაბის ჩაცმაც უკანა კარიდან გასვლაც კალიის გამო. კალი. და ეხლა ჩემს მეუღლესთან უნდა მივიდე იქ. აი იქ გარეთ უნდა გავიდე. აქედან გავალ მეორე. ამიტომ. ეხლა ის ფეხსაცმელები გადავყარე მე მგონი, რომელიც მეცვა ქორწილში. და ეხლა გავალ აი ესე. ჩუსტებით. და ეხლა ვეთყვი ჩემს მეუღლეს. Ui. Meine Braut. ერთი რაღაც ვიდა გთხოვო ჩემო გვარუკა. Ja, willst du noch mal heiraten? არა, ერთი Nicht mich, oder? ეხლა ორი თხოვნა მაქვს, რომელიც დავიწყო, პირველი თუ მეორით? Ja, დავიწყო. Ich habe 2 bitte. Soll ich die erste oder zweite sagen? Oh, erste. Erste არის, პირველი არის. აბა ვნახოთ თუ შემეკვრება კაბა. შემიკრავ? შეგიგა. აბა მივინახე. ხელები ჭუჭყიანი ხო არ გაქვს? არა. აი მე მგონი არ მეკვრება. რატო მეტი არა? არა. მეკვრება? შემეკრა ხო? რა მაგარი ვარ, მარინოზეც იგი ისე ვარ. საბიშვილი გავაჭირე, 10 წელი გავიდა. Ui, რამდენი knopki. მე მგონი არ იკვრება. არა, მე არა ვარ ისეთი. პატარა არის. შედიდი თითები გაქვს ხო? ნუ. კაი ხო. მოიცა. არა, რა? Ich habe das Problem, verstehst du? იკვრება? მოიცა. გამეკვანძა ხელი. ხო, ეხლა მეორე თხოვნაზე გადავიდეთ, იყოს კაცო ღია, არა უშავს. სექსუალურად იქნება. ეხლა მეორე თხოვნა მაქვს. მეორე თხოვნა არის ეხლა რა? წამოდი გაჩვენო. სად რა? წამოდი იქით გაჩვენო, წამო. აი აქ ეხლა ყველაზე მეტად რისის საზიზღროლად არ გამოხვიდე ჩქარა შედი. რა? აი ამ ფარდაზე ზის ერთი კალია და მოიცა. მე იქით წავა.
გადააგდე რაც შეიძლება შორს იქით. Ich will ihn sehen, Papa. აი წადი და ნახე იქით. Johannes, du musst dich umziehen. წამოდი ხა წავიდეთ ჩვენ. დამესვარა ეხლა ეს. საქართველოს კაფით ხა წავიდეთ. ვიდეთ. გასაღები გვტვირდება. ისევ უკანა შესასვლელიდან შევიდეთ და ავიღოთ გასაღები და შემდეგ შევიდეთ ჩემს ოთახში, მეგობრებო. ოთახში არა, ოთახში, მეგობრებო. მარჯვენა ხელით გავაღოთ გასაღები. მარჯვენა ხელით 1 2 კალია ხო კალია ეს კალიები პირდაპირ რამდენჯერად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ხოლმე და შემაშინებენ ამჟამად ვერ შემაშინა იწყება ხოლმე ახალი ეტაპი ჩავრთოთ სინათლე აქაც ჩავრთოთ სინათლე და აქაც ჩავრთოთ სინათლე გამზადეთ მაცხოვარის საპატარძლოს სუფრა. აბა ვის გახსენდა ეს სიმღერა? მოახლოვდა დღე აღდგომის მალე გაკვირდებით როგორ შეძლოთ ამარმადა ზრია საკვირველი 800 წელზე მეტია ეხლა ვიღაცას გაუკვირდა როგორ ტრიალებსო ხედავ თუ როგორ ტრიალებსო და მეგობრებო აი ჩემი სკალი როგორ ტრიალებს 360 გრადუსით თუ რამდენი გრადუსია ეს რო ტრიალებს ნახეთ ეს არაფერი არ არის მე არანაირად განსხვავებული არა ვარ თქვენგან არ დავფრინა უბრალოდ არსებობენ საშუალებები რის მიხედვითაც ჩვენ შეიძლება გამოვიყურებოდეთ ამა თუ იმ საკითხში დღეს არის განსაკუთრებული ლაივი. ეხლა რატო არის განსაკუთრებული ლაივი? პირველ რიგში იმიტომ რომ დღეს მომინდა აი ამ კაბას. ეს კაბა არ ჩამიცვია მას მერე რაც ქორწილში მეცვა. 12 ივლისს 10 წლის წინ 2015 წელს, ხო? 2015 არა 2016 იყო. 12 ივლისს პეტრე პავლობა დღეს. 12 ივლისს მე ეს კაბა მეცვა ჩემს ქორწილში და ეს კაბა ნახეთ როგორი რაღაც იყო ეს კაბა აი ახლა ძველი მწვერი რუადებს ცოტა ალერგია დამიწყო და ცხვირიც ვეხოცება უკაცრავად მეუღლე რა ეროვნების არისო სვანია ძირძველი სვანია ოღონდ გერმანიაში გადასახლებული და იქ გაზრდილი ეხლა უყურეთ მეგობრებო არის ესეთი შემთხვევა რომ სად ვიყავი ხა დამავიწყდა ხო როდესაც ჩვენ კორფუზე კერკირაზე გავიცანით ერთმანეთი კერკირაზე არ გავიცნი ერთმანეთი იქ შევხვდით ერთმანეთს გაცნობით გავიცანით ფოთოლეთის მონასტერში. ფოთოლი, აი დააკვირდით. ფოთოლი, ახლა მე მქონდა ესეთი კითხვა, რას მაწვდის ეს ფოთოლი? იმიტომ რომ ფოთოლი ხშირად შეგვხვდა ჩვენ სიდონში რა და სიდონებო ერთმანეთს გადაუზიარეთ ეს ინფორმაციები. და ვფიქრობდი რომ რას ნიშნავს ფოთოლი ეზოთერულად რა. თქვენ იცით ეზოთერიკას იმხელა უცნაური სახელი შეექმნა რომ ეზოთერიის გაგონებაზე ხალხი გარბის მაგრამ ეხლა მე გეტყვით ჩემთვის ეზოთერია სულ სხვა რამეა ეზოთერია არის ის შინაგანი უთმები არ მომწონს ის შინაგანი ხმის გამოძიება რომელიც შინაგან ხმაზე ჩვენ ქრისტე გვეუბნება ეზო არის შიდა ეზო არის შიდა ნაწილი და თერია კიდე აი ეთერული სივრცეა, რომელიც საერთოდ შეიძლება ვერ შეეხო, მაგრამ სიტყვით ხო არსებობს ქვა. თქვი ქვა. თქვენ თავში გაჩნდა უცბად წარმოდგენა ქვაზე. სხვადასხვანაირი ქვა, ზოგმა დიდი ქვა წარმოიდგინა, ზოგმა პატარა, ზოგმა კენჭი, ზოგმა კენჭი, ეხლა კენჭია. ხო, ანუ თვითონ სიტყვა არსებული
არის ვერ შეეხები, მაგრამ წარმოსახვაში უკვე გყავს წარმოსახული ქვა. ზოგს როგორი. მე მაგალითად აგერ აქ გაჩვენეთ, რომ ფიზიკურად რომ დავზუსტდეთ რა ქვაზეა საუბარი, აგერ მე შემიძლია ფიზიკურში გაჩვენოთ, ეს არის ქვა. ქვა ქვია ამას და არა ქვა. ქვა მე შეიცვალა, შეიცვალა ვთ, საერთოდ და ძველ ქართულში ეს არის ქვა. ეხლა რაც შეეხება აი ამ ქვას რაც შეეხება ამ ქვას, რატო გჭირდება ჩვენ ფიზიკურში ვაჩვენოთ ადამიანებს, თუ სიტყვიერში, ანუ მენტალურში, რას გულისხმობთ. იმიტომ რომ, ნახეთ, უყურეთ ძალიან დიდი განსხვავება არის. როდესაც ვიტყვი სიტყვა ქვას, 9 მილიარდი თავი არსებობს და 9 მილიარდი წარმოდგენა რანაირი ქვა შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს ამდაგვარი ქვა. და მე ვსაუბრობ იმაზე, რომ აი ეს ქვა, აი ვთქვათ სიტყვიერად ვსაუბრობ, ჩვენ არ ვიცით როგორი ქვა არის, უბრალოდ ვახსენე, რომ ქვა არის გასაღები. ვთქვათ, ქვა არის გასაღები. და ეხლა ყველამ წარმოიდგინა თავისებური ქვა. და ვეუბნები, აი იქ რომ მიხვალთ იმ კლდესთან, უნდა ჩადოთ ეს ქვა ამ კლდესში, ვთქვათ, ამ ადგილში, ხო? და ყველა წარმოიდგენს, ზოგი წარმოიდგენს ესეთ ქვას, ზოგი ესეთ ქვას და ზოგი კიდე აი ასეთ ქვას, ნახეთ? ზოგი კიდე ასეთ ქვას, ნახე, გამიტყდა. ეხლა ეს არის ციტრინი, მეგობრებო, რომელიც სამწუხაროდ ამაში 200 ევრო მივეცი ერთ დროს. და გატყდა. ზოგი წარმოიდგენს ასეთ ქვას. რა ვიცი, ზოგი წარმოიდგენს უშველებელ ქვას. ამიტომ ჩვენ რომ დავკონკრეტდეთ რას ვსაუბრობთ, უნდა ვანახოთ ფიზიკურში როგორი ქვა, კონკრეტულად როგორ ქვაზეა საუბარი. ასევე არის, მეგობრებო, სხვათა შორის ეხლა მე რო ვიყო ძალიან ძლიერი მაგი, ამ ქვის გაცოცხლება შემიძლია მოვკიდო ხელი და ვუბრძანო ქვას, რომ გამთლიანდეს და ჩვეულებრივად გამთლიანდეს ქვა. ამ ქვას აქვს არაჩვეულებრივი თვისებები, განკურნებადი თვისებები და ყველას არ შეუძლია ამ ქვით განკურნება. თუმცა ჩემნაირ ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ქვა ჩემი ენერგიიდან გაიტანა საშინელება, აი ამ მუცლის არიდან და შემდეგ გატყდა. ვერ გაუძლო რა იმხელა ენერგია იყო, იქ რაღაც ნეგატიური ენერგია. თავისით არ გატყდა, უბრალოდ ენერგეტიკულად იმდენად გადმომივარდა და გატყდა რა, ესეც ითვლება მაგ ენერგეტიკაში. ეხლა ნახეთ რა ხდება. როდესაც ვსაუბრობთ ეზოთერიკაზე, რა არის ეზოთერიკა? ეზოთერიკა არის სულიერი, ანუ ასტრალური სამყაროსი, მენტალურში გამოთქმული ფიზიკური გამოვლინება. რატო ეხლა? როდესაც ჩვენ დავინახეთ რაღაცა აი ასტრალში, ხო? ჩვენს აზრში დავინახეთ, აზრი გამიჩნდა და მინდა ეხლა რომ მეორე პირს გავაგებინო. საკრალური რო არის დავახინჯებული სიტყვა, მაგასაც გაგიმხელთ რა არის ეს სიტყვა გასწორებული ქართულით და ჩასწორებული. ეს არის სარკ-ალური. ნახე, სარკის ალი არის ის რომ რო ჩაიხედები სარკეში, ხედავ შენს თავს და არა პეტრეს და პავლეს. ქვას რო დაანახებ, სიტყვიერად რაც თქვი ზუსტად ის არის. მაგალითად, აი ნახე, ეხლა ეს ალეგორიულად ვსაუბრობ, ხო? მაგალითია ეს ერთი ქვა, თორე შეიძლება ვსაუბრობდეთ ანგელოზებზე. მე ვთქვა ანგელოზი და შენ წარმოიდგინო ფრთიანი ანგელოზი და საერთოდ ანგელოზი არ იყო ფრთიანი. ანუ ხვდებით, ხო? ჩვენ უნდა დავკონკრეტდეთ ფიზიკურში დავანახოთ ერთმანეთს, რას ვსაუბრობთ. ანუ მენტალიდან გადმოცემული სიტყვიერი უკვე ფიზიკურში ასახულია, ოღონდ ფიზიკურში ის შეიძლება დაიხატოს ასე 9 მილიარდნაირად, ხვდებით? კი, წეღან გავასწორე ზუსტად მასე. სოფო, სიდონში ჩაწერე, ხო შენ? სარკალური.
სარკალური, ხო? სარკალური სოფ. ზუსტად ესია. აი ეხლა იმ ფენომენსაც გეტყვით რა. მე ხომ გუშინ წინ ვსაუბრობდი სამ სხვადასხვა ჯგუფთან პარალელურ რეჟიმში. რასაც წერდა ერთი, იმას წერდა მეორეც. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ანუ რა ხდება ეხლა აქ? რასაც ერთი ხსნიდა, იმას ხსნიდა ზუსტად მეორე. სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა პიროვნებები ერთ დროში. ანუ ეს გამოდის რა, იცით, სინქრონში იყვნენ ესენი და სინქრონში აწვდიდა სულიწმინდა მას ინფორმაციებს და სინქრონში მოდიოდა ეს ჩემთან სხვადასხვა პიროვნებინად ერთ წამში, ერთ მომენტში. პიროვნებინა. ეხლა როგორ დავაბრალო მე იმას, ან ერთმა მეორის მოპარა, ან მეორე მესამეს. არა. ესენი უკვე ვხედავ, რომ ეს ფენომენი, რომელიც არის ერთდროულად ინფორმაციის მიწოდება სულიწმინდისგან, ერთი და იგივე სიხშირეზე მყოფი ადამიანებისთვის იდენტურად აწვდის ინფორმაციას, იდენტურად ეხსნებათ ინფორმაციები. გესმით და ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა, რაზეც შემდეგ ეგონათ, რომ ერთმა მოპარა მეორეს ინფორმაცია, ან მეორეს ეგონა, რომ იმან მოპარა ინფორმაცია. არავინ არაფერს არ პარავს. ერთადერთი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი ჩვენ მივისაკუთრებთ იმ ინფორმაციებს, რასაც ზეციდან გვაწვდიან, ვპარავთ სულიწმინდას. რატო? ეხლა ვიღაც მღვდელი გამოჩნდა, წვერებიანი ტიპი, არა ტრადიციული მართლმადიდებელი მღვდელის ჩაცმულობა არ ქონდა, რაღაც უცნაური და ამბობდა ესეთ რაღაცას, სულიწმინდაო, ერთმა რომ დაწერაო, ყველა წერილიო, სულიწმინდის მიერ კი არ არისო დაწერილი. ესო სულიწმინდის შთაგონებით არის დაწერილიო. ანუ ნახეთ, ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით ყველა მღვდელი სულიწმინდაზე როცა მიდგება ხოლმე საუბარი უარყოფს, რომ არა როგორ გეკადებათ, ამას სულიწმინდა გააკეთებინებ და კაცო, არა ეს გასარკვევია ეხლა, ვინ გააკეთებინა, ეშმაკმა თუ სულიწმინდა. და მეორე მხრივ იძახიან ეხლა პარადოქსულად. სულიწმინდის გარეშე ფოთოლიც კი არ მოწყდება, ციდა. ღმერთის ნების გარეშე. ანუ თან გვეუბნება, რომ ღმერთის ნების გარეშე ხელსაც ვერ გაანწრევ. და თან გვეუბნება, არა ის რომ დაწერა, ის სულიწმინდისგან კი არ იყო, კაცო, ეშმაკსაც აქვს სულიწმინდისნაირი თვისებები, გაიგეთ? ანუ უცბად, ცაკ წაართვეს სულიწმინდას მიაწერის ეშმაკს. ეხლა რომლის მსახურები უფრო გამოდიან ესენი, ეშმაკის თუ სულიწმინდის? სულიწმინდას სულ აი ამ წეღან გავაჟღერე სხვათა შორის, სოფო შენ გამიზიარე და ბოლომდე უყურე მაგ ვიდეოს, ძალიან საინტერესო იყო. ფიფქიასა და მისი დედლინაცვლის საკითხი. არის ზუსტად ერთ-ერთი აღებული თამარისა და რუსუდანის თემა. აი როგორ ერთ-ერთი აღებული ცით. ანუ რაღაცა ფენომენია, რომელიც რიტუალზე დადის. ანუ რიტუალზე არის ერთი და იგივე წრეს დაარტყავ, მიხვალისებ წერტილში და იწყებ იგივე წრეს. იგივე წრეზე მიდიხარ რიტუარეო, გესმით? რიტუარე არის ზუსტად ის, რომ მიდიხარ ერთ წრეზე დაარტყავ, მიდიხარ ისევ წერტილთან, იწყებ იგივეს. ისევ იგივეს, ისევ იგივეს, ისევ იგივეს. სანამ არ გამოხვალ ამ წრიდან, ანუ რიტუარიდან. და აქ ასევე რიტუარეში არის რიტუარი უთხარი, ხო? ანუ ორაზროვანია, ბინალურ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ. ორაზროვან სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ. რიტუარე, ანუ რიტუარე არის, რიტმოუარე, რიტუარე და ბინალურში კი არა ტრიდაში გადავედით უკვე, იმიტომ რომ სამაზროვანია რიტუარე. რიტუარე არის ის, რომ რიტუალს აკეთებ, რით უვლი, ანუ რით ზრუნავ, რით დადიხარ, რით უვლი და რით ამბობ უარს. ანუ პრინციპში მეოთხე განზომილებაც ეგ არის, რომ სიტყვის 4 აზროვანი აზრი გავიგეთ უკვე და მეოთხე განზომილებაში გადასვლაც უზედ მაგას ქვია და მეხუთე განზომილებაში გადასვლაც იმას ქვია, რომ როდესაც სიტყვას 5 აზროვნად გახსნი. მეექვსე განზომილებაში გადასვლა კიდე იმას ქვია, რომ როდესაც სიტყვას ისე ჩაასწორებ, რომ 6 აზროვანს გახდი. და მეშვიდე განზომილებაში გადასვლა იმას ქვია, რომ როდესაც სიტყვას ისე გამართავ, რომ 7 აზროვანს გახდი, აი მაშინ უკვე მეშვიდე განზომილებაში ხარ და ასეთი მრავალი 1000 აზროვნების გამოძიება შინაგანიდან ხდება. ასევე სიტყვიერი გამოვლინებიდან სიტყვიერად თუ არ დაწერე, აზრში შეიძლება უამრავი აზრი გახდეს. ამიტომ წერტილი რომ გვეუბნებიან, ხო? წერტილი. წერტილიდან წერტილამდე წრეწირია, ანუ წრეს წირავ.
ესე იგი წერთ ლი არის რომ უნდა დაწერო შენ წერთ ი ლი ანუ წერთ და ლი წერტ ი არის რუსულად და წერტ და ლი არის წერთ და ლ წერთ და ლი წერთ და ლი წერთ და ლი ანუ წერთ და ლი მოქმედებს წერთ და ლი მოქმედებს პინგვინი ხო პინგვინი გავრიცხე მე დასწრაფდე არსად ირეცხება დედიკო ერთი წუთი მინდი მე რაღაც აი დაკეთე წერთ და ლი წერთ და ლი წერთ და ლი წერთ და ლი აი მეორე წერთ და ლი იმ ხელა რაღაცებს გაგიხსნით და ლი ანუ წერთ ლიო წერთ লিო წერეთ লিო ხო ლი უნდა წეროთ ეხლა რატო უნდა წეროთ ლი რა არის ამ ლიში ასეთი რა ლიში ზის 10 იმი 10-იანი ზის ანუ თინათინი ზის ხო თინათინითი ანუ 10-იანი არის თინათინი იგივე თინათინი არის იმიტომ რომ უმაღლესი ცნობიერება იგივე სოფია თინათინში ზის რომელიც აგზავნის ტარიელს ანუ დროს აგზავნის უმაღლეს ცნობიერებაში და გუშინ ესეთი რამე გავარკვიეთ და ეგ უკვე გარკვეული ქონდა უბრალოდ გუშინ ძალიან გამოიკვეთა რომ თინათინიც ავთანდილიც ფრიდონიც არ ვიცი დედიკო ეხლა დამანებე თავი ცოტა ხანი რა იქ ნახე მოძებნე სარეცხებში სად ვიყავით თინათინიც ავთანდილიც ფრიდონიც ფატმანი აი ფატმანში ახლა გუშინ რომ გავარკვიეთ რას ნიშნავს ფატმანი სიდონებმა ფატმანი არის ათმანი ანუ ათმანი რომელიც არის უკაცრავად ერთი წუთი ათმანი კი არ იყო ასმათი იყო ასიმათი არა ფატმანი იყო ერთი წუთი ათმანი იყო ათმანს წინ ფარი დაემატა და დაფარეს ამით ხო ფატმანის როლი თვითონ ვეფხის ყაოსანში რო დაგვიმარეს ფარით რო დაგვიმალეს დაფარეს თუ დაამატეს წინ და ათმანი გამოვიდა პირდაპირ ფატმანი არის ის ქალი რომელიც ძეთ უნდა იქცეს აბა წაიკითხეთ ფატმანის დახასიათება არქეტიპი როგორია ფატმანის ქმარი ვინ არის ფატმანი არის მნიშვნელოვანი პირი რომელიც ყვეთს მის სიტყვას ძალა აქვს ანუ ძალა სიტყვის ძალის დამკვიდრება აქვს უკვე მოპოვებული ფატმანს და ნესტან დარეჯანის დაფარულ მხარეს ცნობს ანუ საიდუმლოს ცნობს ფატმანი თინათინი ფატმანი ასმათი ნესტან დარეჯანი ეს ყველა თუ გავაერთიანეთ ერთ პიროვნებაში მოვაქციეთ ის იქცევა უკვე გასაღებად რომელი გასაღებითაც ქაჯეთის ციხე აიღება ასევე ტარიელი ავთანდილი ფრიდონი და ფარსადანი ესენი თუ გავაერთიანეთ მათ შორის როსტევანიც და ყველა თუ გავაერთიანეთ ერთ პიროვნებაში ეს ხდება გასაღები ხსნელი ხო სო ფატმანი ათმანი ასმანი ასიმანი მან არი რიტუარე ანუ თვითონ რიტუარის შედეგი რით უარეთ და რით ვუარეთ და რით გავაღეთ საბოლოოდ გარი გავაღე ანუ გახსნაში არის ხსნა ხო გახსნაში ხსნა არის ეხლა რა უნდა გავაღოთ გავაში თვითონ ზის სიტყვა ავა კი არის ზედა ანუ წარმოვიდგენთ რომ ავდივართ მაღლა ავდივართ და ჩავდივართ დაბლა ჩუ ავდივართ და ავდივართ არის მხოლოდ ერთი ასობგერი განსხვავებული ჩასვლა და ასვლა ანუ ჩავდივარ ავდივარ ჩუ ავდივარ გესმის ჩუ ავდივარ ჩუ რა არის ჩუ არის ჩინ ავდივართ არის ახლა ჩინში რა არის გამოსული
ჩინში ხო ვთქვით გუშინ ჩინიც არის და ჩინებულიც არის. ჩინი არის როცა ჩანხარ, ჩინებული არის როცა აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, ჩინებული. დაფასებული რაღაც აი წარმოუდგენ ერთადერთი რაღაც ჩინებული ხარ, ხო? ეხლა, როდესაც ჩავდივართ, ჩვენ ჩავდივართ საათ, ფიზიკურში ჩავდივართ. ფიზიკურში, აი სიტყვა ქვა ვთქვი და უკვე გამოვლინდა ფიზიკურში, ქვა. მაგრამ სანამ ფიზიკურში არ გამოვლინდება, სიტყვებში არსებობს ქვა. და სანამ სიტყვებში არსებობდა ქვა, მანამდე აზრში წარმოიშვა, ხო, ქვა? თუ აზრში არ წარმოიშობოდა, ანუ ეზოთერიკაში ჩავდივართ ეხლა. აი ეს არის ეზოთერიკა, რასაც მე გიხსნით. ეზო არის შინაგანში ჩახვედი, იქ აზრები შენ დაალაგე, იქ რამდენიმე, აი უამრავი აზრია. უბრალოდ ეს აზრები დაალაგე და უკვე გამოვლინდა სიტყვაში. სიტყვა არის მენტალი, აი მენტალი. ტ არის ტარი. ტარი კი არის ხელმოსაჭიდი რა, აი ტარით ვეჭიდებით, ხელმოსაჭიდი არის ის რა, აი რას მოვეჭიდო, აბა რა, შენ კი ბევრი რამე მითხარი, მაგრამ მე რას ჩავეჭიდო. ტარი არის მე, ნარის ტალი არის მენტალი. ალი საერთოდ ყველაფერში, რაშიც ალი ზის, არის მოქმედი. ანუ რაღაცა პროცესია. ალი თავისით არ გაჩნდება, თუ არ დაანთე ცეცხლი, ცეცხლის დაანთებას კი ნაცარქექიაში უკვე ავხსენით, რას ჭირდება? მას ჭირდება მიწა, აერი, 4 ელემენტი ჭირდება და მეხუთე კვინტესენცია მათ შორის. ალი არის ის პროცესი, რომელსაც სიტყვასაც ალი აქვს თან, ის არის უკვე ცოცხ ალი. და რატომ აჯენდრენ ხოლმე იმას ცოცხებზე იმებს ალქაჯებს. ცოცხებზე იმიტომ აჯენდრენ, იმიტომ რომ სიტყვაში უკვე წარმოშობილია ცოცხალია, ცოცხალია, გესმის? და ქართულიდან რომ მომდინარეობს ეს ყველანაირი სურათი, რომელიც მე ზღაპრად წარმოიშვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ქართულ ენაში იხსნება. თუ რატო აჯენდრენ ალქაჯებს ცოცხზე? იმიტომ რომ ცოცხლები იყვნენ. ისინი აზროვნებდნენ, შინაგანში ჩადიოდნენ, შინაგანიდან აზრებს ალაგებდნენ, აზრებით სიტყვიერად გამოქონდათ, ანუ ასტრალი, მენტალი და ფიზიკური გაერთიანებული ქონდათ. ხოლო აი ეს ვერ აიტანეს ვინებმა? ხვალხორნებმა, ეკლესიის წევრებმა, რომელზეც უნდათ რომ მარტო ძალაუფლება თავისი ყოფილიყო. და დღემდე ესია. თუმცა დღეს უკვე დასრულდა ეს ერა. ასე რომ ჩემო კარგებო, როდესაც ცოცხალზეა საუბარი, ალზეა საუბარი და სიტყვიერზეა საუბარი, ხო? და მეტყუ ელზეა საუბარი, მე ტყუ ელი ვარო, ხო? ანუ როგორი ელი ვარო, ელი იცით ღმერთია, მე ტყუ ელი ვარო. აქ შეიძლება ზოგმა გაიგოს, რომ ტყუანი ღმერთი ვარ, ზოგმა გაიგოს, რომ მეტყველი ღმერთი ვარ, ანუ მოლაპარაკე ღმერთი ვარ, ან ზოგმა შეიძლება გაიგოს, რომ დატყვევებული ღმერთი ვარ. ეხლა ვის თავში რა ეზოთერიკაც არის, ან შინაგანია, ის გადმოვა გარეთ. მაგალითად, შენ თუ გაიგე მეტყუელი ვარ, მეტყუელი ვინ არის? ტყუანი, დატყვევებული თუ სიტყვიერად გადმომცემი. აბა რომელია ეხლა ტყუ? ტყუ სიტყვა სამაზროვანია. ტყუი, ხო ტყუილია? ტყუილი. ტყუელი. ანუ მეტყველი. მტყუანი, რომელს სიცრუეს ამბობს. ტყუ თვითონ, ტყუიაც არის, ტყუია არის სიტყვი და მოკლავ ადამიანს, ხო? შეიძლება გამსროლელიც და მსროლელიც დავაბრალოთ, მკვლელიც დავაბრალოთ ამ ელს. ეხლა გავიგოთ, რომელი ღმერთია ეხლა მეტყველი. ტყუანია, გამჭრიახია, რომელიც იტყვის და მოკლავს, შეიძლება სიტყვითაც მოკლას. უნარიანია, რომ სიტყვა გამოსცეს, თუ დატყვევებული ღმერთია. აბა რომელია ეხლა? შეიძლება 4-ვეც არის. მაგრამ ერთმანეთისგან გამომრიცხავია ესე. თუ დატყვევებულია, მაშინ როგორ არის მტყუანი? მაგრამ შესაძლებელია კი. მტყუანი თუ არის დაატყვევეს, ვთქვათ. იმიტომ რომ სიტყვით მოკლა ადამიანი.
იმიტომ რომ უნარი ექონდა. აჰა, გავიგეთ უკვე. 4-ვე აზრს მივანიჭეთ ერთ არსში რაღაცა ისტორია, ხო? ისტორია, რომელიც შეეწყო ერთმანეთს, ვიღაცა მოკლა სიტყვით, ტყუილი სიტყვით და დაატყვევეს ეს ღმერთი. ანუ მეტყველი. შო, დავაშვით ამას წერტილი, რომ მეტყველი არის მტყუანი, საშიში, მკვლელი და ასე შემდეგ. ესე იგი, შეუნდა დავიმუწოთ პირი? ეხლა მოდი მე-5 მნიშვნელობაც მივცეთ ამ მეტყუელებას, ხო? მეტყუელია. აი, მეტყველი, საერთოდ ქრისტე რო ამბობს გნოსტიკურ სახარებაში, ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეს, რომ ის გველი, რომელიც ევა აცდუნა, მე ვიყავიო. ქრისტე ეუბნება, ანუ ესე იგი გველი, რომელიც ცნობიერებას აძლევს ევას, არის ქრისტე, რომელიც იხსნის კაცობრიობას იმ მონობიდან, რომელშიც მანამდე იყვნენ და დიოდნენ, ჭამდნენ, უვლიდნენ ამას, იმას, ნუ მონობის პროის არის რა. პროტოტიპია მონობაში ყავს ღმერთს ეს ადამი და ევა და კი შენ ისი რა კარგი ხარ ატყუებსთან შენ ისი რა კარგი ხარ აი ამას მოგცემ შენ და შენ ხარ ამის ბატონ პატრონი ოღონდ უნდა უარო იქ მე იქ წავალ და მე იქ როცა მოვალ მაშინ მაჭმევ მასმევ მომივლი და ასე შემდეგ ილოცებ ჩემზე და ასე შემდეგ მაგრამ შენ უნდა უარო ამ ადგილს კაი მოვიდა გველი და ეუბნება ისი რა ჩემო კარგებო აი ის რაც ნაყოფი რაც ღმერთმა აგიკრძალათ ანუ სიცოცხლის წარმოშობა ხორციელად ნაყოფი იყო ზუსტად ბავშვი ბა რომელიც შობილი იყო ბავშვი არის ბანი შვი ანუ მეტყველი გავხდი ხო ანუ იგივე მეტყველებასთან მივიდივართ ანუ ეს მეტყუელი ცრუღმერთი, რომელიც ადამ და ევას ატყუებს, რომ აი ესე ქენით, ისე ქენით, რაღაცა შიშვლები რომ ხართ ისიც არ იცით, მაგრამ არა უშავს მე მომწონს შიშველი ქალები ვუყურებ მას ყოველდღე. ყოველ შემთხვევაში ეს მეტყველი, ღმერთი, ამად უკრძალავს, თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ ესე არ ქნათ, ოღონდ იყავით რა, კარგად იქნებით სიცოცხლის ბოლომდე. მოდის ახლა გველი და ეუბნება ამათ, რომ იცით რა, აი ეს ხილი რომელიც აგიკრძალათ ღმერთმა, თქვენ შეგიძლიათ რომ ჭამოთ, არ მოკვდებით პირიქით. ისეთი გახდებით, როგორც ღმერთი და მე ბოლოს დასტურდება, რომ მართლაც ისეთები გახდნენ, როგორც ღმერთი იყო. ხო და ღმერთს არ დაევასა ეს ამბავი და გამოყარა ადამი და ევა. იქიდან რა, ედემის ბაღი იყო თუ სასუფეველი, რაც ერქვა, ესე ერქვა. ხო, თქვა. გამოყარა. ანუ ესე იგი დამტკიცდა, რომ გველი არ იტყუებოდა. გველმა უთხრა სიმართლე. ხოლო სიმართლე სისთან მივდივართ ისე სიტყუასთან მივდივართ ანუ ესე იგი სიმართლე უთხრა გველმა განახორციელეს და გახდნენ ღმერთები ღმერთს არ დაევასა ეს და გამოყარა ახლა ვიღაცა იტყვის ო შენ რა უფლებას აძლევს შენ თავს რო ღმერთს არ ემორჩილები მაშინ ღმერთი რა უფლებას აძლევს თავის თავს რომ მე შემქნა და თან მიკრძალავს რაღაცებს და თან მატყუებს რომ შენი ნება არისო ყველაფერიო თუ ჩემი ნება ყველაფერი, მაშინ იმაში რატომ იგრძალავ რამეს, ხო? ესე იგი არ არის ჩემი ნება ყველაფერი, რაღაც ნებებს შენ თვითონ იტოვებ. ანუ ვინ ება? ნებებში ხარ. ღმერთო, ნებებში ხარ შენ. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, დაბნელებული ხალხი გაამართლებს ღმერთს, განათლებული ხალხი, რა ვიცი, მე მგონი კარგს მადლობას მოუხდის გველს, რომ რაღაც ცნობიერება მისცა და ღმერთების რანგში აიყვანა. ეს საიდან, ანუ შენ არ გინდა ღმერთობა და გველს დასწყველი რომ რატომ ითხარი, საერთოდ რატო არ დამტოვე მონადო რა და ნუ ეხლა არჩევანი შენზეა. ეხლა რაც შეეხება იმას რომ მეტყველი ღმერთი, ანუ მოლაპარაკე ღმერთი. რას ნიშნავს მოლაპარაკე ღმერთი? აი ეხლა მივდივართ ზუსტად იმ საკითხთან, რასაც ამბობს ენოქის წიგნი რა. პირველი თავი ეს არის. ენოქის წიგნში წერია, რომ თავიდან როდესაც ჩამოვიდნენ ეს 200 ანგელოზი, ჰელიოსი, ელიოსი. ელოზი. ჰელიოსი.
როდესაც ჩამოვიდნენ ესენი ადამიანების 13 ვალყურეოდ ადამიანებს ასწავლეს წერა-კითხვა. სად ყოფილვართ მეტყველ ღმერთებთან? ანუ მეტყუელი ღმერთი არის ის, რომელიც ადამიანს ასწავლის წერა-კითხვას. ადამიანებმა მანამდე კი იცოდნენ საუბარი რაღაცებს აგებინებდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეტყველება არ იცოდნენ. მეტყველება არ არის მხოლოდ ლაპარაკი. ლაპარაკი. ლაპარაკში კიდე გასასწორებელია მანდ რაღაცეები, მანდ კიდე სხვადასხვა ასობგერებია შეცვლილი და ჩასასწორებელია, ჩასწორდება ეგაც. ლაპარაკი და მეტყველება სხვადასხვა რამეა, ხალხო. მეს შეცნობა, რომელსაც ქრისტე ყოველ მეორეს იმაში იმეორებს, ყოველ მეორე თავის იგავში იმეორებს. მე გეტყვით თქვენ. მე გეუბნებით თქვენ არა. მე გეტყვით თქვენო. ანუ ვიღაცა მე გეტყვით თქვენ. მეს მესამე პირში იხსენიებს ქრისტე. ვიღაცა მე არსებობს კიდე, ანუ ფენომენი მე არსებობს, რომელიც გეუბნება. ახლა მოდი ვნახოთ რა არის ეს ფენომენი მე. ჩავიდეთ ამას სიტყვის არსში. ჩავიდეთ აბა სიტყვის არსში. მე მს რა ქვიაო, რა თქვით? ქართულ ენაში აბა სწრაფად ან მან, ხო? ინკარლას მან. ან ეს რა ქვიაო, აბა მოდი სწრაფად ჩამოვთვალოთ. ანბან განდონ ენ ვინ ზენთა. ენი. მან ენი. ესე იგი მანის ენი. ესე იგი ენთან მივდივართ ისე ვახ ეს მანი კიდე ვინ არის? მანი. მანის ენი. მანუსკრიპტი. მანუსკრიპტი რატო ქვია დამწერლობას? აბა სკრიპტი. მანუსკრიპტი. მან ენი. ანუ მე გეტყვით თქვენო. ანუ რაღაცა მანთან მივდივართ ისევ. მანი, რომელიც არის რაღაც ფენომენი, რომელსაც აქვს ენა, ანუ მე ტყუელია. კარგი, მაშინ ეხლა ჩავიდეთ ეხლა მანში. მანში გავშიფროთ, ეხლა გავშალოთ ეს ან ი დამატებითი ფორმაა, ის შეგვიძლია მოვაშოროთ, დავამატოთ როგორც გვინდა ის. მოდი ეს სამი გავშიფროთ რა, მან. თქვენ იცით რომ ქართული გრამატიკული სწორი ფორმა ქართული ასობგერებისა, მათი შესატყვისი ძველ ქართულში იკითხებოდა უკუღმა მან და წავიკითხოთ უკუღმა ნამ. ესე იგი ნამთან მივდივართ, ნამთან. ნამი ხო არის სიტყვა, რომ რაღაცა წყალთან მივყავთ. ნამი არის წყალი საერთოდ რო იცოდეთ, ხო? წყალთან მივდივართ. ეს გუშინ მქონდა საუბარი წყლზე. წყლ რა არის მეგობრებო? წილყარი, ხო არის წილყარი. აბა ესენით შევატრიალოთ, აბა რას მოგცემს წილყარი. წილ არის ლიც, ყარ არის რაყ. რაყ ლიც, ლიც რაყ, ლიც რაყ. რამეს გვეუბნება? დასაწერია და გასასწორებელია რაღაც ლიც რაყთან. ანუ წილყართან, ლიც რაყთან. აჰა, ეს იგი ლი არის მოცემულობაში ლიც რაყთან. წყართან. ლიც რაყი. წრაყი რა არის? წრაყი. თუ არ ვცდები, ყველთან დაკავშირებით იყენებენ ხოლმე წრაკს ეძახიან იმას. წრაკი ჩაასხლიო, რომ უნდა აჭრას რაღაცა, ხო? რაღაც ყველი გამოიყვანოს. ესე იგი, წრაკი ქვია ხო მაგას? აჰა, მივედით ფორმულასთან, რისგანაც იქმნება უკვე აი ნაცარქექიას ყველი რატომ მიაქვს. აჰა, წრაკთან მივედით, ანუ წილყარს მივყავართ წრაკთან. წრაკი კიდე არის ყველის გამომყვანი. და
ყველს მეგობრებო, სხვათა შორის ელ-ალეს უწოდებენ. მივხვდი ახლა. ყველაფერს მივხვდი. რატომ მითხრეს, რომ ელ-ალე არის ის, რომელიც ბოროტს ამარცხებს, ანუ რობოტს ამარცხებს, ხო? ბოროტი იგივე რობოტია. რატომ ახლა იცით? ელ-ალე ფორმულა, ყველის გამოყვანის ფორმულას ელ-ალესთან კავშირი აქვს. ესე იგი, ყველი არის გამოსაყვანი. ყველი. ყველი. ანუ ყველასთან მივდივართ რა, ყველასთან. ყველა რას ნიშნავს? მე, შენ, ის, აი, ფრიდონი, ნესტანი, ფატმანი, თანდილი და ასე, ყველა ერთია. ყველასთან მივდივართ. ყველი აი მაგას ნიშნავს რა, იმიტომ რომ აი რძე ხო არის? ჩაასხავ წრაკს და აჭრის უცბად, დაშლის მთლიანად ფორმულას და ისევ უნდა ეწვალო და შეაჭყლიტო ერთმანეთს და გამოვა ყველი. აი ეს ფორმულები მეგობრებო, ყველაფერი ჩვენს ანბანში დევს. ყველაფერი დევს ჩვენს ანბანში, თუ კი შეიძლება ლიტერატურას საერთოდ არ ქონდეს წაკითხული და უბრალოდ ანბანში ჩაიხედო და იმხელა ინფორმაციები გამოიძიო, რომ აი ეხლა წიგნები შეიძლება დაიწეროს ეხლა აი ამ მომენტზე, რაც მე დღეს ამ პატარა მონაკოჩი მოვყევი, ხო? წიგნები, მეცნიერული წიგნები, ლიტერატურები და ასე შემდეგ უამრავი ინფორმაცია შეიძლება დაიწეროს. წერტილთან მივედით მეგობრებო. წყალიდან მივედით წილყართან, წყალთან როგორ მივედით ნამიდან, ნამთან როგორ მივედით მანიდან, მანთან როგორ მივედით მედან და მესთან როგორ მივედით ქრისტეთი. ქრისტე ამბობს, მე გეტყვით თქვენ. და მე მოყვება იგავს. ესე იგი, ისევ ქრისტესთან მივდივართ. რატომ მივდივართ ისევ ქრისტესთან? იმიტომ რომ ქრისტე არის ქრისტალი. ეს რა არის მეგობრებო, თუ იცით? აი ეს არის კრისტალი. ეს კრისტალია, აი ესეც კრისტალია. ესეც კრისტალია. გესმის? კრისტალი არის განწმენდილი. განწმენდილი, ისევ ლისთან მივდივართ. ყველაფერი შვილი, ლი, რასაც ემატება, ლი არის რაღაცა ტრიალი. ტრიალი, ანუ სამი ალია, რომელიც ქმნის მეოთხეს. ანუ რომ დააკვირდეთ თქვენ, სამი ინი რო დაატრიალო, შექმნის მეოთხე ინს, რომელიც შემდეგ იღებს ლის ფორმას, ანუ ფანტომურია მეოთხე. ანუ წარმოსახვითია მეოთხე, მოტყუებადი, ტყუილია, იმიტომ რომ არ არსებობს და თან ჩანს. რო ატრიალო რაღაცა სწრაფად, ხო? აი, გააკეთე სამი ინი შეაერთე ერთმანეთს, ფიზიკურში გააკეთე თუ გინდა და დაატრიალე სწრაფად. შენ დაინახა, რომ იქ მეოთხეც არის, მეოთხეც ჩანს, მაგრამ ეს არის ფანტომური. ანუ რომ თქვა, რომ არ არისო, მოიტყუები, რომ თქვა, რომ არისო, მაშინაც მოიტყუები, იმიტომ რომ არც არის და თან არის. იმიტომ რომ ჩანს, ჩინში გამოდის. აი ეს არის ყველა ფენომენი, რომელიც დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ, მეგობრებო. აი ამ სივრცეებში უნდა ჩავიდეთ, რომ რაც ჩანს, ის შეიძლება არ იყოს. ხოლო რაც ჩანს, ის არის კიდეც. ამიტომ ხო ამბობენ, რომ იესო ქრისტე არ იყო ეს მხოლოდ დამწერლობა არისო. რაც ჩანს, არის. იყო თუ არა, ეგ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. იმიტომ აქვს ქართულ ზღაპრებს უნიკარული, ანუ უნის კარში შედის, უნიკარული წინა სიტყვაობა. იყო და არა იყო რა. თან იყო და თან არ იყო. და მე ყვები რა გინდა რომ თქვა. ხო და რაც იყო და რაც არ იყო, იმას ყვები, ანუ აწყვოში ხარ და აცოცხლებ. თან არის და თან არ არის. ეს შენ წარმოსახვაში ცოცხლდება, ესე იგი აწყვოში რაც არის ცოცხალი, ის არსებულია, გინდ იყოს და გინდ არა. აი ეს არის ყველაზე მაგარი ფორმულა რა, იყო და არა იყო რა. ჩვენი წინაპრები რომ დევები იყვნენ, დევები იმას ნიშნავს, რომ ქალდევები, კაცდევები, დევები არიან იმის მატარებლები, რომელ მეტყველებასაც ჩვენ ახლა გამოვიყენებთ. ისა მივმართავთ, უბრალოდ გამოვიყენებთ არა, მივმართავთ, რომლებმაც გვასწავლეს ჩვენ დამწერლობა, მეტყუელება გვასწავლეს. ამიტომ ჩვენ მეტყუელ ღმერთს შევძინეთ კიდევ მეხუთე განზომილება. ეს არის
ღმერთი, რომელიც დატყვევებულია იმიტომ, რომ ტყუილი თქვა და სიტყვით მოკლა, ანუ მეტყველში ყველა ინფორმაცია დევს, ხოლო ახლა მე გეტყვით თქვენ, რომ მეტყველ ღმერთს მეხუთე განზომილებაც შეეძინა და ეს არის ის ტყუილი, რომელიც იყო და არა იყო, რას ფენომენია. ანუ ღმერთმა რაც მოგვიყვა ის რეალურად შეუხებადია, შენ გგონია რომ ტყუილია, მაგრამ არსებულია. ანუ რეალურად ვერ დავადებთ ჩვენ მეტყველ ღმერთს ხელს და ვერ დავიჭერთ იმისათვის, რომ მან ტყუილი თქვა. არ არსებობს ტყუილი. არსებობს მხოლოდ ინფორმაცია. ანუ რაღაცა ინის ფორმაცია არსებობს. ესე იგი, შენ ამ ვითარებაში, კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ვითარებაში, შენ ეხლა რო ფიქრობ, რომ ეს ტყუილია, აი კონკრეტულ ვითარებაში თუ ფორმაციას მოახდენ ამ ინისას, შენ შეიძლება დაფიქრდე იმაზე, რომ ეს ტყუილი კი არ არის, ეს მართალია. ხოლო მე ვერ ვხედავდი აქამდე. იმიტომ რომ ალში არ ვიყავი, ტრიალიან მქონა, ტრიალში არ იყო ეს ფორმულა. ანუ 3 ინი ტრიალში არ იყო, მეოთხეს ვერ ვხედავდი. ხოლო როდესაც ტრიალში მოექცევა, ანუ 3 ალში მოექცევა, 3-აიაო, ხო? 3-აია ტყუილად არ არის, 3 აზრი, ანუ 3 ცნობიერი, უმაღლესი ცნობიერი, როდესაც ტრიალში მოექცევა, იქ მეოთხე იმიტაციას ქმნის, რომელიც არის და არ არის. ჩინელები ყველას არ ჭამენო. ყველს არ ჭამენო. ხო, იმიტომ რომ ალბათ დაშლის მაგათ ფორმულას და გაქრებიან მთლიანად. მეტყველ ღმერთთან მივედით, რომელიც დატყვევებული იყო და ვიხსენით ტყვეობისგან. ახლა ჩვენ გვაქვს ისღა დაგვრჩენია, რომ მოვუსმინოთ რა სიტყუებოდა, გავარკვიოთ, რა გვეგონა ტყუილი, რასაც ეს ღმერთი ამბობდა. გუელი ამბობდა. ნახე, გუელი. გველმა ვაცდუნაო, ხო? თუ ვთ შეიცვალა, გველი იყო გუელი. ესე იგი რაღაცა გუელთან მივდივართ. რა მიაწოდა გუელმა, რომელიც გვეგონა ტყუილი, ეს უნდა განვიხილოთ ეხლა, ხილი. ანუ ნახე, ვაშლი ხო აჭამა ხილის სახით. ეხლა ჩვენ განვიხილოთო, უნდა განვიხილოთ, რაღაცა ხილი ხილთან მივიდეთ, რომელიცაც განი აქვს და ეს განი შევისწავლოთ, გესმის? და რომ შევისწავლეთ ამ განს, მივხვდებით, რომ ეს გუელი, ანუ ელი, რომელიც გუ არის, მივყავართ სად? რა ქვია ამ ადგილს? რა გახსენითო ქრისტე რას გვეუბნება? გული გახსენითო, ხო? გული თუ უნდა გავხსნათ, ისევ მივდივართ გუელთან. გუელთან მივდივართ, ან გუს ღმერთთან მივდივართ. გუ კიდე რა არის? მოდი განვიხილოთ რა. გუ არის განი და უნი. განარი, უნარი. განი და უნი, მოდი, ქართულად შევასწორეთ ახლა უკუღმა წავიკითხოთ. გან არის ნაგ, უნ არის მოიცადე? უნი არის, უნ არის ნუ. ნუგნაგ. მოიცადე? ერთი წუთი ჩავწეროთ. ანკარი პასტა. გუელთან ხო მივედით? გუელი, გუ არის განი და უნი და ნუნაგი. ნუნაგი რა არის ახლა ნუნაგი? ნუნაგი ბუნაგი ხო არ არის? ნუნაგი. ნუნაგი და ნაგნუ. განულებასთან მივდივართ. ანუ სულელთან მივდივართ რა. არქანის პოზიცია სულელი. ხო, ნუგნაგი არის უკუღმა წაი ნუგნაგ გან უნ. ანუ განუნებასთან არის განულებასთან იგივე, იმიტომ რომ
ნარი თვითონ ნარი არის. აი ახლა ვიკარჩენებთ როგორ მივედი განულებასთან. ნუ ნაგ არის ნარი და განი, ხო? განი და უნი. გან ესე წავიკითხოთ ახლა, ვატრიალოთ რა, ხო უნდა ვატრიალოთ ჩვენ, რა ესე უნდა ვატრიალოთ. ეხლა აქ წავიკითხავთ, შევასწორებთ, წავიკითხავთ, ისე შევასწორებთ, წავიკითხავთ, შევასწორებთ, წავიკითხავთ და აი ესე უნდა ვატრიალოთ, რომელიც თვალი გამოდის მერე. და მასონების სიმბოლოა რო იძახიან. მასონების სიმბოლო კი არა, ჩვენი ქართული ანბანის ყველა სიმბოლო მოპარული აქვს მაგათ. განუნთან ხო მივედით? ეხლა ნს რა ქვია მეგობრებო? ნარი ხო ქვია? განუნართან მივედით. განუნარ. განუნართან რომ მივედით, აი ეს ნარი ხო არის, უკუღმა ხო იკითხება ნარი. ნარს რანი ქვია? განუნართან რომ მივედით, განურან. ხშირად ლთი იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ რს და ლს ცვალებადი პოზიცია აქვთ და გამოთქმის გამო რს რო ვერ გამოთქვამდნენ, გამოთქვამდნენ ლს. შესაძლებელია რომ აქ იყოს ეს р ლთის ჩანაცვლებული. განულან. განულან არის განულება არა? განულდა. განულდა მეგობრებო, მე მგონი ყველაფერი. ანუ р ვიცით, იმიტომ რომ უნიკალურს ვიძახით, როცა ქვია უნიკარული. კარული და არა კალური. იმიტომ რომ კს კარი ქვია და არა კალი. კ ქართულ ანბანში არის კს ქვია კარი. ინ კარ ლას მან. ხოლო ჩვენ ვიძახით დღეს დაქვეითებულად, ანუ კალს ვიძახით. კალი რატო უნდა ვკლათ? კალიასთან იყო კავშირი, ხო? აი დღეს კალთან მივედით. კალია გადაიქცა კარიად. კარიად გადაიქცა, იმიტომ რომ ლ შეიცვალა რთი და р შეიცვალა ლთი. აი ეს ყველაფერი ჩანაცვლებადია რა. უნდა გავიგოთ რომელს ერქვა р და რომელს ერქვა ლ. ამისათვის ჩვენ გვჭირდება რომ აზრი გამოვიტანოთ. თუ აზრობრივად გაიმართა, ესე იგი სიტყვაც გაიმართა. ჩვენ უნიკარს რო ვიძახით, უნიკარნი, უნიკარი არის უნის კარი და უნიკალი არის უნიკალი. უნიკალი რა, არაფერი არ არის. ქართულ ამაში კალ არ არსებობს, ასობგერა კალ არ არსებობს, ხოლო ასობგერა კარ არსებობს. მოდი დავწეროთ, კარ არსებობს და უნიც არსებობს. ანუ ორი ასობგერა არის, კარ, უნი. კარუნი და არა კალური. კალური არაფერი არ არის, ხოლო უნიკარული არის უნიკარული სიტყვა. იმიტომ რომ უნიც არსებობს და კარიც არსებობს. დაჯგუფებულია ეს ორი სიტყვა და შეადგენს ორ ასობგერას. ერთი დიდი სიტყვა შეადგენს ორ ასობგერას, უნს და კს. უკ და უკ რა არის? წაიკითხე უკანაბა კუ. კუც ხო არის შახმატში? ჭადრაკში კუ არის ფიგურა. ხო და აი ეს უნიკარი, კუ არის უნის კარი, რომელიც არის აი ტრიალშია რა უნდა ატირე, წინ და უკან უნდა იკითხო რა და ასწორო ესე აზრობრივად სიტყვები. უნიკარული თუ არის სწორი სიტყვა, ჩვენ ვიცით რომ რატომ ვიძახით აი განსხვავებულ ადამიანზე, რომელიც აი სიბრძნეებს აფრქვევს, უნიკალურს რატო ვეუბნებით იმას? რატო ვიტყვით? იმიტომ რომ უნის კარს აღებს. უნის კარი კი იღება მხოლოდ და მხოლოდ სიბრძნით. იმიტომ რომ უნიში ზის ვიე და ვიე არის გასაღები. ხოლო უნიკარული არის ის კარი, რომელიც არის შემსვლელი. უმაღლეს ცნობიერებაში
და ამას სჭირდება გასაღები. გასაღება სჭირდებაო? მოდი აბა გასაღებში ჩავიხედოთ. გასაღებ. ანუ რას აღებო? გასაღებო, ხო? გასაღებო. აი ნახეთ. თუ ჩვენ გას ვაღებთ გასაღებით, მაშინ გა არის რა? ეს ს არის დამატებითი ფორმა, ხო? რაღაცას აღებ, კარს აღებ, გას აღებ, ადვალს აღებ. ეს ს მოვაშოროთ ჯერ და ვნახოთ რა არის გა. გა არის აგ. 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 განია, განია. ანუ რაღაცა განს აღებო, ხო? თუ განს ვაღებთ, გამოდის სიტყვა განვაღებ, ანუ გავაღებო, ხო? რაღაცას განვაღებ. განვაღებიდან მოდის სიტყვა განვაგებ. ანუ განვაგებ არის რაღაცას განვაგებ, ანუ რაღაცას ვმართავ, ხო? რაღაცას ძალაუფლება მაქვს, აი ვაგებ. განვაგებ. ეხლა განი უნდა წავიკითხოთ უკუღმა, ნაგი. წინ და უკან წაკითხული ან ნაგან. ნაგან ისევ ნახეთ როგორ გავს სიტყვა ძაგანას და როგორ ჟღერდება დღეს ძაგან, აგან, ძაგან, ნაგან, მოკლედ ძაგან, ძაგან. არ დამტოვო გევედრები. ძაგან არ დამტოვო გევედრები. ესე იგი ძაგება არის რაღაცა იმასთან უნაგი, უნაგი, ირი, უგანო, ირი. ხო, დაგასარი თქმა გან, ნაგ, ნუ, განული. განწმენდილია ისმილი, განწმენდილია განული. ეგ სიტყვები გაგახსენდათ ალბათ, ხო? ჩემი კი არ და სულიწმინდის მოწოდებული ლექსიდან, რომელიც ჩემ მიერ გამოვლინდა სოციალურ სფეროში. განული, განულდა, გან, ძაგან, ძაგან, ნაგაზ, ნაგაზი, 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 ზაგან, ზაგან. და გვანცა, გუანცა. გუანცა და ნაგაზ. ეს სიტყვები რო გაჟღერდა, მეგობრებო, სრულად საქართველომ რო გაიგო, თითქმის ტყუილად არაფერი არ ხდება, სულიწმინდის გეგმაა და ჩვენ უნდა უბრალოდ ამოვიცნოთ რა გეგმაა. რატომ გაგვიცხადა სულიწმინდამ აი ეს ორი სიტყვა, რომელიც თელმა საქართველომ გამოსთქვა თითქმის ძაგან და გუანცა ვინ არის კითხვადაცვა, ხო? გუ ანცა ვინ არისო? აქაც გუ არის, გუ კიდე განი და უნია, ანუ უნი განი. განი და უნი, ნაგან. ნაგანთან მიგვიყვანა განმა, ხო? ანუ ჩვენ გასაღებთან მივდივართ. გასაღების მესიჯს გვაწოდიან, მაგრამ გასაღების მესიჯი არის გამოსაცნობი ამ სიტყვებით ძაგანასგან და გურიგასგან. განი, ნაგანი, ძაგანი. დადე თავი დადე, ანუ თავდადებულობასთან არის, დადე თავი დადე. შეფარულად თქვა, იმიტომ რომ ძალიან გულისხმობით უნდა მოგესმინა, რომ ეგ სიტყვები გაგეგო, ვიღაც კაცი რო იწეხის, დადე თავი დადე. დადე თავი დადე, ანუ თავდადებასთან არის, ნაგანთან არის კავშირში და გუანცასთან არის კავშირში. გუანცა, ნაგან და ერთი წუთით გუანცა, ძაგან, ძილაგან, ძილაგან, ძილისაგან გამოსვლა, კი ბატონო, ძილისაგან გამოდის ლაზარე. ლაზარე უკვე დავაკავშირეთ. აი ეს ძაგანი დავაკავშირეთ, ძილიდან გამოსვლა, ანუ ძაგან არ დამტოვო გევედრები, ქრისტე ევედრება ლაზარეს რო გაცოცხლდი რა, არ დამტოვო გევედრები, ეგ იგივეა. გავაცოცხლეთ უკვე ეს
Ძაგანა გავაცოცხლეთ, არსში რას ნიშნავდა და რა მესიჯსაც გვაწვდის სული წმინდა ამ ძაგანას სახელით. ძაგანა არის ლაზარის პოზიცია, ლაზარემ უნდა გაუგონოს ქრისტეს, ესე იგი ძაგანამ უნდა გვაპოვნინოს ისევ გურამი. ძაგანამ უნდა იპოვოს ისევ გურამი. გურამიო, ხო? აი. ძილ ისაგან გამოდის ლაზარე, ჩვენ წერილობით სკრიპტებში, მანუსკრიპტებში. ძაგან ნიშნავს ძილისაგან გამოსვლას, რომელიც უკავშირდება ლაზარეს. ლაზარეს კიდე მართა აგორებს ლოდს, აგერ თამარია მართა, თამარ არის მართა, აგერ ვარდა ლაპარაკობ, ლოდი გადაგორებულია, ლოდი ის ქვია ინი ქვია ხო ნის? ლოდინი გადაგორებულია, იმიტომ ვიძახი რომ აღარ ელოდოთ მეთქი. ლოდინი გადაგორებულია და გუ ან ცასთან კიდე ყავს, აი ძაგანა ეუბნება, გვანცა. ესე იგი გურიკას აცოცხლებს ისევ და ისევ ძაგანა გვაპოვნინებს გურამის. გურანი. გუ და ანი. უს ხო ურიც ქვია მეგობრებო ჩვენ ქართულ ანბანში. უნიც ქვია და ურიც. გური და ანი. გურიანი თვითონ გურიანი. გურანიც არის და გურანი. ანი ხშირად ამით იცვლებოდა ხოლმე. ნს და მს ვერ განასხვავებდნენ ერთმანეთისგან გამოთქმაში და ზოგჯერ მს ხმარობდნენ. ამიტომ გურამია. ვაცია. ესე იგი ვაცი. განტევების ვაცი. განტევების ვაცი მეგობრებო, რომელიც აღარ უნდა შეიწიროს, ისევ და ისევ ძაგანამ უნდა გვაპოვნინოს რა. ეს ძაგანა არ ვიცი ვინ არის და იმედია მისმენს რა. და ვფიქრობ ესეთ რამეს. თუ შენს ახლობელ ბიჭს გურამის მართლა განსაწირად იმეტებ, ეს შენი ნება, მაგრამ მე გეტყვი ერთ რამეს რა ძაგან. ყველა ცოდვა რაც კი შენს კისერზე დევს, თუ კი შენ გურამის აღარ გაიმეტებ შესაწირად, იცოდე რომ მოგეხსნება. მხოლოდ იმ მოქმედებით, რომ შენვე გვაპოვნინებ გურამის. შეიძლება ჩვენ საერთოდ არ ჩაგვრიო, არც არავინ არ ჩარიო და მხოლოდ შენ თავად გადაარჩინო გურამი რა, იმიტომ რომ გეუბნები მე შენ. 28 აგვისტოს არის მარიამობა. მარიამობისთვის ჩაფიქრებული აქვთ, რომ გურამი შესწირონ. მარტო კი არ შესწირონ ისე, რომ ბერად აღკვეცონ. მართლა სისხლი დაღვარონ ამ ადამიანის. ამიტომ ძაგან მე შენ მოგმართავ რა და მე კი არ მოგმართავ. მე მოგმართავს შენ. ანუ მანუსკრიპტი კი არა და ღმერთი მოგმართავს შენ რა, ეხლა ჩემი პირიდან. შენზეა დამოკიდებული გურამი გადარჩება თუ არ გადარჩება. როგორ გააკეთებ შენ ამას, იცი? ჯერ ეგეთის ლოდი გადაგორებულია, უკვე თამარმა გადააგორა ლოდი, აგერ მართა გამოჩნდა, ხო? მართა აგორებს, ქრისტე არ აგორებს ლოდს. მართა აგორებს ლოდს. მართა დგას ლოდთან და იწყებს ლოდის გადაგორებას. აგერ ჩემი მსმენელი ყველა მეხმარება ლოდის გადაგორებაში. ხოლო შენ ძაგან, აი რომ არ გაძაგონ, ხო? ნაგაზის პოზიციაში გაქვს მოქმედება გასაკეთებელი. ნაგაზი არის რა, პოულობს, ხო? სუნით პოულობს, სად არის? ნაგაზი. ანუ შენ გაქვს იმის უნარი, რომ იპოვო გურამი ისევ, რომელ მონასტერშია საწაიყვანე,
სად დატოვე ხო იცი შენ კარგად არ უნდა ეხლა ამას კიდე ტარიელებისა და იმის ჩარევა რა პირდაპირ გეუბნები ახლა მე შენ აგზეციური სამყარო არის თამაში უკვე რა შენ გეუბნებიან რომ ან გადაირჩენ სულს ან ვეღარ გადარჩები შენ თუ გურამის იხსნი აი ამ ვაცისაგან განტევების ვაცობისაგან განტევების ვაცია ახლა გურამი არაფერ შუაში არ არის საერთოდ ტიპი რის გამო წირავთ არ იცის ამ ადამიანმა რა არაფერში ხელი არ ერთი პატარა დანაშაული არ აქვს თქვენ წინაშე ამ ბავშვს ამ ადამიანს თუ შენ ამ განტევების ვაცობისაგან იხსნი გურამის ზეცად ყველანაირი ცოდვა წაგეშლება თქო გეუბნები რა წაგეშლება ამიტომ რა ვიცი შენ ნუ გეშინია და გააკეთე ის შენი საქმე რაც გასაკეთებელია რა და იმედია რომ აი ნათელისკენ წახვალ და გადაწყვიტავ და მაინც ოდნავ მაინც სიბრალული გაგიჩდება ამ განტევების ვაცის მიმართ შენ ახლა რომელ პოზიციაზე ხარ იცი ახლა მე ვცდილობ რომ მანუსკრიპტებიდან დავაკავშირო შენი პოზიცია ქრისტეს მდგომარეობაში ვინ ხარ შენ ამოვიცნო ვინ ხარ შენ ამ პოზიციაში რომელზეც დამოკიდებული არის განტევების ვაცის გადარჩენა ანუ ქრისტე ვის შეეძლო რომ გადაერჩინა ქრისტე ვის შეეძლო რომ გადაერჩინა ნიკოდემოსი არა ნიკოდემოსი ვერ ცდილობს მაგრამ ვერ არჩენს ვის შეეძლო რომ გადაერჩინა ქრისტე რომელმაც გაყიდა იუდას პოზიციაზე ხარ შენ ძაგან ეხლა მაგის კი ნუ შეგეშინდება რომ იუდას პოზიციაზე ხარ მართალია შეიძლება რაღაც თანხა აიღე ან თანხა არ არის აუცილებელი მატერიალური სიკეთე მოგეცა იმით რომ ქრისტე გაყიდე მაგრამ ქრისტეს ხსნა ანუ გადარჩენა ისევ შენ შეგიძლია რაღაცნაირად რა არ ვიცი როგორ უნდა მოიფიქრო შინაგანში ჩადი და ნახე რა შეუბნება ის გვანცა ეს ვერ მოვიცილეო თუ რაღაცა ესეთ რაღაცას ლაპარაკობს მერე ჩაილაპარაკებს ვერ მოგიშორეო თუ ეს ვერ მოვიცილეო თუ ეს ანუ რაღაც განი ვერ იცილებ შენ ამ განს როგორც ჩანს ამ განს იმიტომ ვერ იცილებ რომ გასარკვევი გან საწმენდი გაქვს ეს განი ხოდა აუ არ ვიცი ვინც იცნობთ ძაგანას რა გადაუზიარეთ ეს ვიდეო ძალიან გთხოვთ მასზეა დამოკიდებული ვის ჩარევს იქნება და ისევ სტიქაროსნებს მიმართო იქნება და ისევ იმ ხალხს მიმართო ვისთანაც დატოვი იქნება რამანაირად კვალი მოძებნო გურამის იმიტომ რომ გადამალული ყავთ გურამი ახლა გადამალული ყავთ აი ეს არის მნიშვნელოვანი ყავთ დამალული ანუ გადამალული ყავთ ახლა და გადამალული ყავთ მიწის ქვეშ იმიტომ რომ ქრისტეს მიწის ქვეშ ამყოფებენ ხუთშაბათ დღეს რო გაშოლტავენ მერე მიწის ქვეშ დააბამენ და უი გამიკვირდა ად იუდა ხო უი გამიკვირდა ად იუდა და მიწის ქვეშ უნდა ეძებოთ მიწის ქვეშ ბევრი გასასვლელებია იქ რა უამრავი ადგილია ნუ დანებდები აი რეალურად გეუბნები შენ 11 დღე გაქვს მე მგონი დარჩენილი ნუ დანებდები ძაგან იმიტომ რომ იცი რას გიზავენ შენს მოჰკლავენ როგორც იუდას მოიქცნენ ჯერ შეწირავენ ბიჭს მერე შენს მოკლავენ რომ არაფერი არა თქო მამიდასაც ზედ მიაყოლებენ და იმ 16 ადამიანს იმ 12 ადამიანს რომელიც აი მოწაფეების როლში გადიან რომელიც მოწყდნენ ადგილიდან ყველას მიგაყოლებენ ზედ იმიტომ რომ აი როგორც კი შეწირავენ ბავშვს ეგრევე ყველას გაგაქრობენ რა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და გადაირჩინეთ თავები ისევ თქვენ შეგიძლიათ იხსნათ თქვენივე თავი თქვენ განწმინდოთ თქვენივე ველი და მთელი ერი მადლობას გადაგიხდით რა მიუხედავად იმისა რომ ასეთი შეცდომაში შეგიყვანეს როგორც ჩანს ვიღაცებმა მამა ვაფშე სად არის გამქრალია ქრისტეს მსგავსად მამა არ ჩანს სადღაც ზეცაშია მამა ქრისტეს მამა
დედა ეძებს, მარიამი ღვთისმშობელი ეძებს თავის შვილს, მაგრამ ვერ პოულობს, ვერაფერს ვერ შველის, ხოლო იუდა მერე ხვდება ბოლოს, რომ შეწირავენ ჯვარზე რომ აიყვანენ, მერე ხვდება და მერე კი ნანობს, მაგრამ ვერაფერს ვერ შველის და სანამ მაგ დრომდე მივალთ ძაგან. აი შენვე შეგიძლია შეცვალო რა ეს ჯვარცმა. ჯვარცმის მომენტი შეგიძლია ისე შეცვალო, რომ აღარ აცვა ქრისტე ჯვარს, აღარ ვაცვათ ქრისტე ჯვარს. ქრისტეს ჯვარცმა არის რიტუალი, რით უარი. ანუ რით ეტყვი უარს, რით შეცვლი, რით მოული და რით უარი არის ყველაფერი გესმის და აი ამ რით უარს, რით ეტყვი უარს. ეს შენი გასარკვევია ჩემო კარგო ძაგან, არ ვიცი შენი სახელი, არ ვიცი მე რომ შეიძლება კიდევ დახმარება შემეძლო შენთვის რომ რანაირად შეგიძლია იხსნა ისევ შენივე თავი რა. მათ შორის ქრისტე, მათ შორის ჩვენს. არ ვიცი ჯერ, მაგრამ შეიძლება კიდევაც გაირკვეს. განი ირკვეს. განი ირკვეს. ანუ ძაგან. ძაგან აი იმ სიტყვებ ბიჭო გული როგორ ვერ უნდა გაგილღოს იმ სიტყვებმა როგორ მოგმართავს ბავშვი ძაგან აი ესე იგი შენი იმედი აქვს რა ნუ მიმატოვებ გთხოვ გეუბნება განწირული ხმით ამან გული როგორ ვერ უნდა გაგილხოს რა ვიცი მოგი გაგიღოს არ ვიცი რა შენ არ ვიცი შენ გულს რა სჭირს მაგრამ გაგიღოს ღმერთმა გული რა და გადაარჩინე შენი მეგობარი ჭიანჭველა რომელიც რუშია ჩავარდნილი რუს თავში იოთა მოკლედ ერთი სიტყვით ძაგან საყვარლებო ძაგანას წარმომადგენლებო თუ გინდათ რომ არ მოგკლან თქვენს 28 აგვისტომდე გააქვთ დრო რომ მოძებნოთ თქვენი მეგობარი გურამი ხო ნათესავი იყო თუ მეზობელი იყო თუ ახლობელი იყო თუ კლასელი იყო თუ ვინც იყო თქვენი გურამი გადასარჩენი გყავთ ისევ რა 12 წლის წინ რომ გაიმეტეთ დღეს უკვე უნდა იხსნათ ის გველოდება დიდი შოუ, მალე გაკვირდებით, გაკუვირდებით, როგორ შეძლო თამარმა და ძლია საკუვირველი. კუდა ვირის ველი ძლია თამარმა. მარე არის მარილი, ზღვა, მარე არის თა არის თანი. რუისი ჩვენს ეკლესიებს რომელ ადგილებშიც ნაშენებია და რა ადგილებსაც სახელწოდებები მინიჭებული აქვს ყველანი არის ქართულ ანბანში ქართული ანბანის მიხედვით არის წარმოქმნილი სახელები რუისიც ასევე და ყველაფერი ამ განშია განწმენდილია ის მილი ანუ ფიფქია და 7 ჯუჯა ტყუილა არ დაარქვეს ჩვენს იმ ზღაპარს ფიფქი საბოლოო ჯამში ყველა ასობგერა რომ ერთად დავაყენოთ ერთ ჭრილში და ერთი სხივი გავატაროთ მათში ასომთავრულში არის ფიფქს წარმოქმნის ფიფქის ფიგურას წარმოქმნის როდესაც ყველა ერთად დგას ანუ ყველთან მივდივართ ისევ რომელიც ყველი შეიკრა ანუ ყველი გაფანტული არ არის როდესაც მაწაკი ჩაასხეს შიგნით, არამედ შეკრულია ყველი და ფორმას წარმოქმნის. ისევ ყველთან მივდივართ, ანუ რაზეც ვსაუბრობთ, ერთი და იგივე აზრში ტრიალებთ და ყველა ერთად ვგავართ. კი ისო რუის ურბნისის ბრძოლა.
ყველა ერთად ვდგავართ და ყველა ერთ ჭრილში ვტრიალებთ, ანუ განწმენდილები ვართ, ფიფქი განწმენდილის ფორმულა არის და მე იმედი მაქვს, რომ ზაგანაც ჩაერთვება ამ საკითხში, იმიტომ რომ შეიძლება მოგატყუეს, შეიძლება შეცდი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც შენ გაქვს იმის საშუალება, რომ გამოასწორო შენი შეცდომები, ეს შანსი ხელიდან აღარ უნდა გაუშვა, ამ შანსს უნდა ეგრევე ჩასჭიდო ხელი და გამოიყენო იმისა, კი არ გამოიყენო, მიმართო იმ გზას, რომ შენი წარსული შენვე გამოასწორო. შენ ხარ იუდას პოზიციაზე ახლა. იუდას პოზიციაზე ხარ. იუდა მოკლეს. ჯერ მოატყუეს, მერე მოკლეს. რატომ მოკლეს? იმიტომ რომ იუდამ ყველაფერი იცოდა ქრისტეს შესახებ, არ დაევასათ ეს, რომ იცოდა და ისევ იმ ხალხმა მოკლეს, ვისგანაც ფული მიიღო. ასე რომ შენს რო იგივე არ დაგემართოს, ჩემო კარგო ზაგანა, ასე რომ ჭკუას მიმართე. აბა თქვენ იცით, მეგობრებო, გაგოცეთ. აი, საპატარძლო კაბა მაცვია. ეს არის ჩემი საპატარძლო კაბა, რომელიც მეცვა 10 წლის წინ არასდროს არ მქონია იმის სურვილი, რომ ჩამეცვა მეორედ და ეხლა დღეს მომივიდა სურვილი, რომ ჩამეცვა დღეს მეორედ. არ ვიცი, ამასაც რაღაცა ალბათ მესიჯი აქვს თქვენთან. რაღაცა მესიჯი ვიღაცისთვის ექნება. მე არ ვიცი, რატო გავაკეთე ეს, ჯერ არ ვიცი. თუმცა ტექსტების მიხედვით, რასაც სულიწმინდა გვაწოდებს, რომ მოგვაწოდა ის ტექსტი, რომ გველოდება დიდი შოუ, მალე გაკვირდებით, როგორ შეძლოთ ამან და ძლიერს საკვირველი, აქ არის ის ტექსტიც, რომ გაამზადეთ მაცხოვარის საპატარძლო სუფრა. საპატარძლო სუფრა რო გავამზადოთ, პატარძალმა კაბა უნდა ჩაიცვას, ხო ასეა? რა ვიცი, ალბათ ბევრი პატარძალიც იარსებებს ეხლა ვინც ვიყურებს თქვენს შორის. და თქვენ კიდეს თქვენებურად გაგცემთ ეს აქცია, თუ ეს მოქმედება პასუხებს. მეგობრებო, იცი რა მაინტერესებს, ვისთანაც რეზონირდება ეს საუბრები, აგერ კიდევ ჩანს ადამიანები აქტიურობენ ხოლმე, მათთან რეზონირდება. ხოლო ვისაც ჯერ იმის ეშინია, რომ ჩაწეროს რაღაცა თავისი აზრი, რომელიც გაუჩნდა ამ საუბრების მოსმენის დროს, ნუ გეშინიათ, ჩაწერეთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ ღმერთმა იცის, ვის რას გაუხსნის თქვენი მიკვლევა. ან თქვენი იმ ჭრილში გახსნა, იმ რაკურსში გახსნა, რაც თქვენში გახსნა ამ ინფორმაციებმა, ქართულმა ანბანმა, ლაზარემ. ასე რომ რა ვიცი რა, ხალხო, ჩვენ ერთმანეთს თუ არ დაუკავშირეთ, აგერ უკვე გამოიგონეს მანქანა, ამას ქვია ხელოვნური ინტელექტი, ის უკვე უკავშირდება ერთმანეთს. ხოლო ჩვენ კიდე გვეშინია, რომ ერთმანეთს არ გამოვთქვათ ჩვენი აზრები, რომ მე ვიღაცამ არ წაგვართვას. ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართმევს, რაც მოგვეცა, ის უნდა გავცეთ, იმიტომ რომ რასაც გვაძლევენ, ის იმისთვის არის, რომ გავცეთ და გავცეთ, რა ვიცი, გავცეთ, მივაწოდოთ ერთმანეთს. რომ ხელოვნური ინტელექტის მსგავსად ჩვენ ნეცში ვიყოთ, ანუ გაბმულ ბადეში ვიყოთ ერთმანეთთან და ერთმანეთს ვაწოდოთ და ვაწოდოთ ინფორმაციები. ინის ფორმაციები, გესმით? ინის ფორმაციები. ინი არის ძეო, გეუბნება, ანუ ჩემს გვარში დევს ეს. ინი არის ძე. ხოლო მე ვარ ნაზარის ძე. ნაზარი კი არის შეწირული. შეწირულის ძე ვარ, ანუ ქრისტეს ძე ვარ მე. ნაზარი არის შეწირული. ვინ შეწირეს? ქრისტე. ქრისტე არის ნაზარი. ნაზარეველი ხო არის? ხო და ნაზარის ძე ვარ მე. ასევე ეს ჩემს გვარშია ნასრაძე, მაგრამ სდაზე ხშირად ითვლება ხოლმე. მაგრამ კიდევ ბევრის გვარშია ეს შეწირულობის, შეფარულად შეწირულობის გვარი. დადი ანის ძე, ანუ დადი ანის ძე არის. ანის ძე ვინ არის? დადი. დადი თავდადებულია. დადი თავი დადე. დადი თავდადებულია. ხოლო თავდადებული იყო ვინ? ეხლა გამოირკვა ვინ არის გურამი იმ პერიოდში. თავდადებული. თავდადებულია. გიორგი არის თავდადებულის რეინკარნაცია. ესა გურამი. თავდადებულის რეინკარნაცია აღარ უნდა თავის დადება გურამის
შევცვალოთ რა მანუსკრიპტი, ანუ სცენარი შევცვალოთ. ხო, ზოგ დიმიტრი თავდადებული. ეს თავდადებული აღარ არის იმისათვის, რომ ერი იხსნას. ერი უკვე ვიხსენით უკვე ერი რა. ერი ღმერთმა იხსნა, ქრისტემ იხსნა უკვე და თავდადებულის პოზიცია ხო იცით როგორი იყო, რომ მან თავისი ნებით შესწირა თავი, თავისი ერის გადასარჩენად. ხედავთ ვინ არის გურამი, დიმიტრი თავდადებულის რეინკარნაცია. იმიტომ ისევ იმ წრეზე უნდა რომ წავიდეს, მაგრამ არა ნებით რა. ვახ, როგორ გამოჩინდება ეს ყველაფერი ასე ხართ, რა მაგარია სულიწმინდა. კაი, წავედით ახლა მეგობრებო, ჩვენ გავიგეთ ვინ არის გურამი. გურამი არის დიმიტრი თავდადებულის რეინკარნაცია, ამაში უკვე 100% დარწმუნებული ვარ. ხოლო ვინ არის გურამი პირველ საუკუნეში არის ნაზარეველი. ხოლო ნაზარეველი აღარ უნდა ეცვას ჯვარს. ახლა უკვე უნდა გადავარჩინოთ ქრისტე ჯვარს მისგან რა. დიმიტრი მიდიტირი ტერი მეტრი დიმიტრი არის ასევე ის ჩამოვაშორებთ ასევე დიმიტრ რიტმით ანუ რაღაცა რიტმით უნდა განიწმინდოს რა ანუ რიტმში ვთქვი გადასცეს მიიღო იმოქმედა აი ეს რიტმი არის თქვი გადასცეს მიიღო იმოქმედა გადაარჩინა თქვი გადასცეს მიიღო იმოქმედა გადაარჩინა აი რიტმია რა გურამი მე უფრო გურამ ბარათაშვილი მგონია რომელიც წლები იყო დატყვევებული ციხეში ეს სხვა დროა თეა არ არის გამორიცხული რომ დიმიტრიც არის და გურამ ბარათაშვილიც არის იმიტომ ეს სხვადასხვა დროებია რომელიც ერთში უნდა მოიქცეს ერთ წერტილში ხო და მაგ პერიოდში სავარაუდოდ ეგრე ინკარნაციაა კი არ არის გამორიცხული და ეხლა გურამ ისე თავისი სახელი წამოიღო ბოლო რეინკარნაციის ხო ეგრე ბოლო ეხლა უკვე აღმდგრები თავისი წინა რეინკარნაციაში რაც იყვნენ იმის სახელი მოაქვთ ესე უნდა იყოს ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ სხვანაირად ბოლო ეტაპი არ გამოდის წმინდანებს თავისი სახელი მოაქვთ, ხოლო არაწმინდანებს თავისი სახელი ვეღარ მოაქვთ. იმიტომ კვლავ გებითობა ნიშნავს იმას წმინდანი ზუსტად თავის ხარისხში აღადგენს თავის თავს, ხოლო არაწმინდანი ვერ აღადგენს, კი აღადგენს რაღაც დოზით თავს, მაგრამ სახელი ვეღარ მოაქვს, ან გარეგნობა ვეღარ მოაქვს და ასე შემდეგ. რა საინტერესო, ან გენეტიკა ვეღარ მოაქვს. დავით გურამიშვილი ვახ ბოლო ჟამია ხო ბოლო ჟამია ეხლა ყველაფერი ფარდა ეხდება ყველაფერს მეგობრებო ეხლა მართლა დაგემშვიდობებით მესამედ გემშვიდობებით თუ მეოთხედ და ახლა უკვე გავალ თორე ძალიან მიგრძელდება ხოლმე ლაივები და მე მგონი ამოვწურეთ ყველაფერი მადლობა თქვენ ვინც იაქტიურეთ ყველა მოძრაობთ უკვე რა იმ რიტმში ხართ უკვე რომელ რიტმმაც უნდა გადაარჩინოს ჯვარცმა აღარ უნდა მოხდეს ჯვარცმა სიყვარულია ბოლო ჟამი კი არა ხო დავით გურამიშვილის რეალურად გურამი ერქვა მართლათია ვა აი ხედავ რომ ხელა ფარდები ეხსნება ფარდა ისევ ჩაიხევა ხო ფარდა ჩაიხა უკვე ხო სო ფარდა უკვე ჩაიხა მიწის ძორა უკვე მოხდა ხო ძვრა ვახ რა მაგარია ძალიან კარგია გავრნებული მადლობა უფალო დაგვეხმარე რომ ქრისტე ვიხსნათ ჯვარცმისგან რა აღარ მოხდეს ჯვარცმა უფალო ქრისტეს დედა ზეციურო დედა ყოველდღიურ ყრენო ნათელო დაგვეხმარე ამაში რა გთხოვ ამინ
სიყვარულის ჟამია ილიაკინი. თხა და მგელი ერთად ძოვენ. ერთგან ძოვენ. ერთგან ძოვენ, გესმით? ერთგანშია ყველა მოქცეული. თხა და მგელი ერთგან ძოვენო, ერთად კი არა, ერთგანო, მე სპეციალურად ჩავიხედე როგორ წერია. ერთგანძომილებაში არიან თხაც და მგელიც. აბა ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? იუდამ უნდა იხსნას ქრისტე, წარმოგიდგენიათ ესეთი რამე? უნდა წარმოიდგინოთ. მეორედ სვლა იქნებაო. მიხარია მეგობრებო? რა მაგარია? ფიფკი. სუფი უყვარს. ვის უყვარს სუფი? სუფი უყვარს. სუფში ხო ყველა ერთად არის, ყველა ბოსტნეული. ბოსტანიდან მოსული ბავშვი. ნუ მოკლედ რა, ბევრი რაღაცები უკვე ეგება ერთმანეთს და კავშირდება ერთმანეთთან. ეხლა ბნელების ჯვარცმა იწყება, სხვანაირად ვერ განიწმინდებიან. კი. ამინ. აბა თქვენ იცით, გაკოცეთ. მოდი ესე შევასწორებ ცოტას. ბნელების განათება იწყება რა. ბნელების განათება იწყება. რომ სინათლე შედის მათში რა. თუ ვერ შევიდან სინათლეს ბნელებში, ჯვარცმაც აი რომ მოვკლათ კიდეც, ვეღარ კიდევ ისევ წავალთ ისევ თავის ახალ წრეზე და ისევ მოგვიწევს. მოკლედ განათდება ყველა ბნელი რა და всё. და ესა წერტილი. აგერ წერტილს დავუძო. აი ბნელი ნათდება, всё. აბა გაკოცეთ. არა. ნათდება კი არა, ნათლდება. всё, მეორე წერტილს დავსო. ბნელები ნათლდებიან. აი ეს. всё, მორჩა. გაკოცეთ.